ყველაფერი აქედან დაიწყო. ეს პატარა ცარიელი ოთახი იყო, რაც წიგნები გვქონდა, სულ აქ გადმოვზიდეთ. მამაჩემმა თავისი ხელით მოაწყოთა როები. მერე მე მომიყვანა და ჩამაბარა ეს ბიბლიოთეკა. იმ წელს დავამთავრე გიმნაზია. სამოცი წლის წინათ იყო ეს. აი ასე შეუმჩნევლად გაიარა ცხოვრება. თქვენ ქმარი გყავთ? დიახ. შვილები? დიახ, ქალვარი. ბედნიერი ყოფილხართ. გიყვართ თქვენი საქმე? ძალიან. ბავშვებო, ადექით. სანდრო.
სანდრო ადექი ეხლა. ვიცი შენი ორი წუთი. ეკა იმ თუ შეადექი. ო ბოლოს და ბოლოს მეზობლებთან ავხო. გამოგაყვრათ ბიჭო, ბრახა მოხ. ამანებე რა ეკათავი რა. და უთხარი. სოფიკო. აუ მოჭმეთ ესე რა, გეხვეწები რა ნუ. აუ რა გინდა რა, გამანებე თავი, ვაიმე. ადგები, არ ადგები. არა? მე სიმომეცია დილს მევაკერე. მე თვითონ. სხვაფერა გერა გაქვს. მაქვს, მაგრამ ეს უფრო ხდება ბიჭს. ცოტა ხანს ვიყავ. დედა როგორ გედინა? ეკა დროზე ჩაიცე ხლა არ გამაბრაზო. სოფიკო. იცი რა ვიყო? მოდი ხლა ვიყიდოთ მანქანა. აუ. ახლა ამჯერად გავუშვათ ჩვენი. დავალ სადაც შორს. თვეები დამიწენი. ბავშვებს ეძავოთ. გამიშწავლა. დამაცა ეკა. სანდრო მანქანა. შენ ცოტას გაიცვენე. ვა, მანქანას მიდულო, დავედი, დედა. ბავშვი მოუჭება და კაბინეტ მოვიდა. მოვიდა. აბა, ვარადი. არჩი და ერი რა. ბავშვი მივიდა. დააჭედი არჩი. სოფიკო, რას ბაკლია, ვისაც ხო და ისე ვიყიდოთ. მართლა? ო. მოდი. თანაც რა გვაკლია? სულ 3000 იმალე. შეხედეთ საათ. წამოჩქარა. აუ დაგვაგვი. არა და მართლაც რა საჭიროა მანქანა. მაპატიეთ. წავედი დედა. თანამედროვე ადამიანს უმოძრაობა უყავს. მართალია. რითია ცხოველი ადამიანზე ჯამრთელი. ხოლო იმითი რომ ფეხით დადის. და საერთოდ 21 საუკუნე იქნება ფეხით მოსიარულეთა საუკუნე. მობრძანდით? მობრძანდით ქალბატონო. გამარჯობათ. გამარჯობათ. დაბრძანდით. მადლობთ. მადლობ. დაბრძანდით. მადლობ. გისმენთ? თქვენმა წერილებმა მომიყვანა მე აქ. დამეხმარე შვილო. მოხუცთა სახლში მინდა წასვლა. თქვენ მარტო ცხოვრობთ? არა. მაგრამ დილით წავლენ. კედლებიც კი გამოყრუდება. დაბრუნდებიან შვილო. შევლენ თავიან ოთახში და რაღაცას ჩუმად ლაპარაკობენ. ალბათ არ უნდათ შვილო რომ მეც გავიგო. იქ კი ხმის გამცემი მაინც მეყოლება ვინმე. გალგი ხვალ. გამარჯობათ. მარცა ვკვდები. არც კი ვიცი რა გითხრათ ქალბატონო. გნებავთ მე მოვალ თქვენთან. არა შვილო. როდისმე ხომ დამთავრდება ეს ყველაფერი? მე გაგაცილებ. არა. მადლობთ.
ახლა ამ სკოლის გამო უნდა იჩახჩახო 3 საათი ავტობუსით. Ale. უნდა წავიდეთ? ხო, უნდა წავიდეთ. მე და შენ? მე და შენ. ქალბატონო, ბოდიში ბატონო დაგამტრიეთ არა ჩულკი გაგიხიეთ თეთა ეს რა მომივიდა მაპატია რა შენ გენაცვალე მაპატია თუ შეიძლება ერთი კვესწრეს მივაკითხე კი ბატონო, მიაკითხეთ. თეთა ეს როგორ მომივიდა ჩულკი გაგიხიეთ კვეს ხომ არ დამთავრებულა ხო დაგამწვდი გენაცვალე დამიმახსოვრეთ რა შენი ჭირება არა ჩერცო და შორს არის შემიძლია აქ და სად მიწადებით ქალბატონო? მე ვიდექი ბატონო როდის იდეგი? იდგა ქალბატონო. რა არის ახლა ეს? ვერ გახსოვთ აქ რომ მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს როგორ დამამტვრიეთ. ყველა ურიგოთ როგორ მივიდა. არა შენი ჭირიმე როგორ გეკათრება თქვენ ოი ჩემი რიგი მოვიდა ეგ ბოდიში ამ წუჭი ამ ოი ჩემი რიგია ბატონო ახლა გენაცვალეთ ეს ნაჭერი ამიწონეთ დიახ მადლობთ გენაცვალე წარმოგიდგენია ძლივს მიუსწარი ისეთი კარგი დადექით რიგში. დადექით ამ წუთას რიგში. დადექით ცოცხალი თავით არ გაგიშვებთ ურიგოთ. როგორ გეკადრებათ, როგორ იქცევა? მომეცით 50 წალი მადლობ წარმოგიდგენიათ რა ხალხია რიგში არის დექიო მაგენი მასწავლიან მე როგორ უნდა რიგში დგომა დამიჭირე რა მომეცით აგეხმარებით. მადლობთ გენაცვალე დიდი მადლობა წარმოგიდგენიათ არის დექიო ბოდიში ერთი კურთხალზე გავარდები კი ბატონო მიბძანე ქალბატონო, დიახ მაპატიეთ. სახში არავინ აკავთ დამხმარე ამდენი რომ იგავ. რომ მყავს სწორედ იმიტომ იმობს. მყავს კი არა მთელი არმია მყავს. მართლა? ქმარი, 4 შვილი, 2 ციცე და 5 შვილი. როდის მოასწარით ამდენი? მოვასწარი აბა. ბებია ჩემი იტყოდა, სწორმა სწორს რითი აჯობა და ქმრით და შვილითაო. მაპატიეთ ქალბატონო, კიდევ ერთ შეკითხვას მოგხსენებთ. ანუ გაგიკვირდებათ მე კორესპონდენტი გახლა ვარ გაზეთიდან. კორესპონდენტი მე რაშუაში ვარ. მე არსად არ ვმუშაობ. სახლში ვზივარ და ოჯახს ვული. კინოში მე არ დავდივარ და თეატრში. კეთილი ქალბატონო, მეც სწორედ ეგ მაინტერესებს. იქნებ ჩამოვჯდეთ აი ამ სკამს. თქვენ ცოტას დაისვენებთ, სულს მოითქვავთ. ჩამოსაჯდომად კი არა თავის მოსაფრანად არ მცალია. მოხვედი გენაცვალოს მამიდა. რა მადლობა როგორ ღმერთს ახართ? გაგახსენდა ბებერი მამიდები. გუშინ წინ აქ არისო, მარო. როცა გინდათ ბევრები ხართ, არა? რა არის, რა იცი სოფიკო? აჰა, გინდათ? კი ბატონო. კეთო, ქათმის ფლავი გააკეთე. არიქა კეთო, ქათმის ფლავი გაუკეთე. კეთო, სოფიკოს ყავა მოუმზადე. კარგი, კარგი. სხვა? მოიტა. რა მოამზადე ჩვენი ოჯახისათვის? ახლავე. ახლავე. დავკარგე. აი ეს ანასწაუღე. წაიკითხოს რას უშვება თავის ფილტვებს. დღე და ღამე სიგარეტი რომ აქვს პირში გაჭრილი. ხო. კიდე? არჩილისათვის რა გაქვს? ხომ იცი ეწყინება? არჩილისათვის არაფერი. შენთვის კი. აი შენი წერილი. გადაწყვიტე მარტოობის პრობლემა რა. მაგას ყურს ნუგდებ ჩემო სოფიკო. ძალიანაც კარგი წერილია. იცი როგორ მომეწონა ის ოჯახი, ყველა რომ ღერის. სიმღერა რომ შველით ყველაფერშია რა. არა, არავითარი უსიამოვნება არ აქვს. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ ჩვენ სიმღერა გვშველის, ყველანი მღერით. რა
Нам песня «Жить и любить помогает». Да, помогает. Помогает. Да, помогает. ამ ბოლო დროს რამ ჭირს არ ვიცი. თავრუმე ხება, მუხლები მეკვეთება და რაღაცა აი აქ მიჭერს. მაგას სიბერე ქვია, მარიამ. რა შუაშია სიბერე? მართლაც რაღაც. რა შუაშია სიბერე ქეთო, ჰა? ოი, შემამაწაღლოში. იცი, ლევანმა სადოქტორო დაიწყო. აბა ლევანი, ლევანი, არჩილთან ერთად სწავლობდა რა? გიგაურმა? ოჩახ? ამ თბილისში კენჭი რომ ისროლა, პროფესორს მოხდება თავში. ეგ კი მისი ცოდნის და განათლების პატრონი ასე უნდა იჯდეს. მე შენ გეტყვი მოგისმენს. ან ხუმრობით გიპასუხებს, ან არადა ციტატას მოგიყვანს, თითქოს მაგის მეც არავის არაფერი წაეკითხოს. თურმე ერთი პროფესორი ამბობდა, მე ვზივარ და ვწერ. ნაპოლეონის ცხენზე ავიდა, ნაპოლეონი ცხენიდან ჩამოვიდა. ჩემი ლამაზი ცოლი კი ოთახიდან ოთახში დავდის. მე ვზივარ და ვწერ. ესე იგი, 10 დისერტაცია რომ დავიცვა, ამით კაცობრიობას ბეწვიც არ ჩამოვარდება თავიდანო. ზარმაცია. კარგი მამიდა რა. ო, ვიცი, შენ ასე მიპასუხებ. კარგი მამიდა, არჩილი ზარმაცი, ზარმაცია. კაცი, რომელიც თავის შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს. დაიწყო. ბოროტ მოქმედია. თავისა და საზოგადოების წინაშე. შენი ბრალია ყველაფერი. შენი ბრალია. იჯდეს. იკითხოს ნაუკიჟის და ჭიანჭველების ფსიქოლოგიის შესწავლაზე კარგოს დრო. რას გაჩვენებულ ხარ? რა უნდა გიპასუხო მამიდა? ყველას მაგივრად შენ დაპარაკობ. გულანძღავ კიდევაც და პასუხსაც შენი ძლევი. მე იმაზე მწყდება გული რომ პატარა ხელფასი მოემატებოდა. რა უბედურება, ქეთო ყველაფერი ყოფა ცხოვრებაზე გადაგაქვს. გენეცვალე ბავშვების პატრონები არიან და რა. თავარია პრინციპი და არაყელი და პური. ხმა არ გასცე ძალიან გთხოვ. რას იცი? მაგაზე არა. არჩილი იცი რა სიტყოდა? არ ვიცი. მე რომ პროფესორი გავხდი. მამიდა მარო, კენს კი არა, ლოცის რის რო პირდაპირ მე მომხდეს თავში. ისკლუჩინო между прочим. ასია მამიდა, ძალიან კარგი იქნებოდა ხელფასი მომატებოდა. ქეთო. ნახე სოფიკო რა ვიპოვე. სად იპოვე? სკიბში იყო. ქეთო. ახლა ისევ დაიკარგები, ხო? აი ეს სახლი უნდა იყოს. მადლობა ღმერთს ვიპოვეთ. ღმერთო ჩემო რა გზა არის. აბა, ნელა ქეთო. ფრთხილად. შემაწუხა მქონდა. ქეთო. სოფიკო, შენ შემოგევლე სოფიკო, შენ შემოგევლე. შენ გენაცვალოს მამიდა შენ. შილო რა მომენატრე, რა მომენატრე. შემოგევლე. აი, გადავიდა. გამისკდა გული. პატარა ხომ აღარ ახარ არა. როდემდე უნდა ვიარო შენს გამო სკოლაში? აი ყოველ კრებაზე შენზეა ლაპარაკი. ცხენია შენ მაგივრად. შენ გელაპარაკები სანდრო. სანდრო. რა არის ეს დედა? რა არის? რა არის არ მოგბეს და ამდენი მაიმუნობა? ხომ არ შეიძლება ადამიანმა სული საკეთოს რაც სიამოვნებს. და რაც საჭიროა? სანდრო, შენ რა გონია? მე ყველაფერს იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნე. სანდრო.
ცხოვრებაში მთავარი პირადი ბედნიერება კი არ არის. მთავარია ხალხს მოუტანო, რაც შეიძლება მეტი სარგებელი. ვინ გაგზავნა ჩვენ ცხოვრებასა მეიაშვილო, შენ ასე ითმები? რა უნდა ელაპარაკო? ერთი ეს ბორში მომამთავრებინა და 2 დღის ადილი გვექნება. ალო, დიახ. დიახ. საკავშირო კონფერენციისათვის 20 ნომერი. 5 ერთადგილიანი. ყველას გასაკეთებელი საქმე მე უნდა გავაკეთო. შემჭამა რა გეუბნები. აჰა, მოაწერე ხელი. 1-2 სიტყვა მაინც გეთქვა. მიდი რა. კაცი შვილს არაფერი არ აინტერესებს შენ. მე შენ გეტყვი კითხავენ როგორ ახარ. ოჰ. აკეს. თელი ჩემი ხელის მოწერები რომ შემეგროვებინა. იცი რა მხოლოდ წიგნი გამოვიდა. ხაგი რა თუზმახარ. რა თუზმახარ. თქვენი გადამკიდე მართლა ბიუროკრატი გავხდი. ჩვენი გადამკიდეა რა. ალო. სოფიკო ხარ? აუცილებლად. მესმის მოვიდა. სადილი? რა თქმა უნდა გვაქვს. ხო, კარგი. ესეც შენი 2 დღის სადილი. გოგი, თემო და ლევანი მოდიან. სიყვარული სიცოცხლე. თურმე ჭიანჭველა? დაფრინე. არ ვჯერა, მე მაინც არ ვჯერო ჭიანჭველა დაფრინავს. დაფრინავს, მაგრამ ნირთვით სიყვარულის დრო როცა დაუდგება, მაშინ დაფრინავს. აზიონი პოლზეც ლიტასნი მოჟეთ. ეგ ადამიანებს ეხება ვიცი. ასია და ჭიანჭველა კი დაფრინავს. მართალია ცხოვრებაში ერთხელ. მე მაინც არ ვჯერა, ჭიანჭველა დაფრინავს. მე ჰა? მერე ისე დაწოცავს. აბარახლა საწყალმა ჭიანჭველა. კარგი რა. სულ ხმარი ფრენს. ნუ შეიგალიეს ხალხი. მე ისე უნდა იცოცხლოს. აი ასეთი საოცარი ამბავია. ჭიანჭველები ვართ ადამიანები, მეგონი. საოცარი ამბავია. ესეც საინტერესო ამბავია. საოცარი ამბავია. მარტო რომ ბერდება. თურმე ჯოკს ტოვებს და მარტოშკა? სიკვდილამდე მარტოა. ეს ისევ მარტოხაზე ლაპარაკობს. სოფიკოსთან არ თქვათ ეგ ამბავი, თორემ საწყალ მარტოხას ჯოგში დააბრუნებს. იცით რას გეტყვით? ჩვენ გაგვიმარჯოს. ყველას. გაგვიმარჯოს სიცოცხლეთ. ერთად ვიყო და გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს არის მთავარი. არ მომიპარავს მიპოვნია ეხლა ჩემია. პატაკოგოს სიყვარული ოხროსნელია. ძნელია, ოხროსნელია. პატაკოგოს სიყვარული ოხროსნელია. ძნელია, ოხროსნელია. პატაკოგოს სიყვარული ოხროსნელია. რა მოგივიდა? შეგეშინდა. გენაცვალე. წამოდი დაიცინე.
15 წლის წინა ჩამოვედი სოფლიდან. საფეიქრო კურსები დავამთავრე თუ არა, იმის შემდეგ ჩვენს ფაბრიკაში ვმუშაობ. თავიდან ერთ დაზგაზე ვმუშაობდი. მერე თანდათანობით გამიადვილდა და ახლა 12 დაზგაზე ვმუშაობ. რა ვქნა, არ შემიძლია მუშაობის გარეშე. ძალიან მიყვარს მუშაობა. გოგოებს სულ ცეცხლს ვუნთებ, იმუშავეთ მეთქი. ქმარშვილი ყა. ქმარშვილი მყავს მტრისთვისაც საამური. უიმათოდ ღმერთმა ერთი დღე ნუმაცოცხლოს. ცხოვრების პირობები როგორი გაქვთ? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. 6 ოთახიანი ბინა მაქვს. ჩემი ქმარი ხარატია, 3 შვილი მყავს, ტელევიზორიც მაქვს, მაცივარიც მაქვს, სარეცხის მანქანაც, საკერავი მანქანაც. რა ვიცი, ყველაფერი. ახლა კაი კომნატა ვიყიდეთ. შვილების გაზრდა არ გაგიჭირდათ? გყავდათ ვინმე დამხმარე? ვინ უნდა დამხმარე? ჩვენ მთავრობა გვეხმარება შვილების დასდაში. 6 თვის ახდებოდნენ თუ არა, მაშინ ბაგაში მიმყავდა. მე საბავშვო ბაღში. ეხლა კი უფროსი მეხმარება. კიდევ ერთ შეკითხვას მოგცემთ. აი, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? რა ვბრძანებთ, ქალბატონო, რა დრო უნდა გავატარო? სამსახურში ვარ და ვმუშაობ. სახლში მივდივარ და ვმუშაობ. ტელევიზორთანაც ვერ ვნახავთ გუხლ დაკრეფილს. აუცილებლად რაღაცას უნდა ვაკეთებდე. საინტერესოა, რა იმეზე თუ ოცნებობთ? რა ვიცი, დილით სულ იმაზე ვფიქრობ, დილით რა საუზმე მოუმზადოთ ჩემ ქმარშვილს მეთქი. ხო იცი, ძალიან ერჩევიან ჭამას მასში. რა ვიცი და ვცდილობ ყველას ვამო. რა მოგივიდა სოფი? ხომ არ გამიბერდი? ისე სოფლიდან რო ჩამოვედი, ვდარდობდი ძალიან. მივდიოდი ხოლმე და ჩვენებურ მატარებლებს ვხვდებოდი და ვაცილებდი. ეხლა ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ზოგჯერ გავიპარები ხოლმე და ვხვდები ხოლმე ჩვენებურ მატარებელს. ეს მათ კი არ ჩაწეროთ, ამას ისე გეუბნებით. ხო და ოცნებისა რომ თქვით, ხშირად ვინატრებ ხოლმე. ნეტა ეს ფაბრიკა ჩვენ სოფელში იყოს და ჩვენც იქ ვიყვეთ მეთქი. სიჩუმეა. თქვი რამე ირაკლი. კეთილი კაცი იყო. ზღაპარსყვები. ცოლიც კეთილი ყავდა იმ კაცს და შვილებიც. ხო, ერთი ვირიც ყავდა. ვირიც კეთილი იქნებოდა, ვირად რომ არ გაჩენილო. ერთხელ კეთილი კაცი ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადასულიყო. შეჯდა თავის ვირზე და გაუდგა გზას. ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ერთი მოხუცი. კეთილი იყო, კეთილი კაცი და შესვა მოხუცი ვირზე. ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ერთი ბავშვი. კეთილი იყო, კეთილი კაცი და შესვა ბავშვიც ვირზე. ცოტა გზა გაიარა და ხედავს ვის? აკლემი წაქცეულა. ტვირთი გვერდზე აგდია. იქვე ლოძზე ზის აკლემის პატრონი და ტირის. კეთილი იყო, კეთილი კაცი და შესვა. აკლემი თავისი ტვირთი და აკლემის პატრონი თავისი წრემლებით ვირზე დასვა. საწყალი ვირი კეთილი კაცის ხელში. ლოდიც ვირს აფიდა. რომელზედაც აკლემის პატრონი ეჯდა. ცოტა გზაც გაიარა და ვირმა უთხრა კეთილ კაცს. რა? კეთილო კაცო. მეც შემსვი ვირზეო.
კეთილი იყო, კეთილი კაცი და ვირიც შესვა ვირზე. ირაკლი, ცოტა გზაც გაიარეს და გონი მოვედით. აი სოფელია. შეიძლება მოგწანდით. გამარჯობათ. კარგეთ. ჩვენ რედაქციიდან ვარ, თქვენი წერილის თაობაზე. აი, ვითომ ეშველება რამე ჩვენ საქმეს ქალბატონო გთხოვთ. არციება. დაბრძანდით. სადოთ? უმჯობესია ადგილზე გაჩვენოთ. კი ბატონო. დიახ, თუ შეიძლება. აი შეხედეთ. ასეთი შევიწროება გაგონილა? მას ქვეყანა მართლა ჩალით არის დახურული. წავთვა და მერე ვისა კაცო ბავშვებს სკოლას? აქ ბევრი ვიდავეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ისია ყველაფერი გაფორმებული, რომ მართალი კიდევ ერთ გამოდის. აი ეს მაგის სახლია რა? დიახ, მეორეს შვილისათვის იშენებს. მთელი სპორტული მოედანი ჩამოგვაჭრა. გადაიღე ერთი ირაკლი. შეხედეთ. მობრძანდა. მაგის დანახვაზე ლამის ნაღველა ჩამექცეს, მაგრამ თავზე ვიძალა რომ არა მაქვს. მე რეიტყვიან, კაცმა კაცი რატო მოკლაო. თუ თბილისში მიდიხართ მეც აგიყვათ. არა ბატონო, მადლობთ, ჩვენ ავტობუსს ველოდებით. რა მოხდა მე მაინც თბილისში მივდივარ. ხოთე წამწანდით, ჩვენ არ გჭირდებით. ერთი-ორი სიტყვა მინდა და მეთქვა. თუ ეს საქმე გაინტერესებთ, მე ხაღალდებს გაჩვენეთ. მე მგონია ჩვენ შევთანხმდებით. ერთი წუთით? დედიშ. მზე ჰორიზონტიდან არიცვრის. უზარმაზარი მზე, წითელი, ვითელი, იისფერი შუქის ნაფლედებად ქცეული. მთელი დღე და მთელი ღამე დგას ასე უძრავად ჰორიზონტზე. და ყველაფერი ირგვლივ, გათოშილი მიწა, დაგვალული მცენარეები, რაღაც უცნაურ, მართლაც რომ ზღაპრულ ნათელშია გახვეული. ღამეც ანათებს? ღამეც. თითქოს ღმერთმა მოწყალება მოიღო და იმ უმზეო ქვეყანას ამითაც მოუვლინა მზე. მაგას ჭრილოეთის ნათება ქვია. კაი ერთი რა. შენ გაჩვენდი მან. ძალიან ლამაზია ბები. ალბათ ლამაზია. ახლა ვფიქრობ, რომ ლამაზია. სოფი გვარმოსულა? ჯერ არა. დადეწიგინძე სერეთ. დარეკა დამაგვიანდებაო. როგორ თუ დამაგვიანდებაო? ჩვენ ხომ ბანკეთზე უნდა წავსულიყავით. ნუ თუ დაავიწყდა. ეს ხომ ისეთი წვრილმანი. შეუძლებელია. შესაძლებელია, ქალბატონო ანა. ირაკლი, რომელი საათია? დროის საათია. ჭკუას რომ არ იგებნეს ადიყავე. დამალობანას ვთამაშობდი. მითხარი, რომელი საათია? დაგაგვიანდა. რაგაცინა. წარმოგიდგენი არჩი. ავტობუსი გაგვიფუშა და მთელი 3 საათი ვიდექით ტრიალ მინდორში. როგორ ჩაიარა კონფერენცია? ბევრი ხალხია ჩამოსული. პეტროვი და მისი ცოლი აქ არიან? ვინ იყო თამადა?
რა გინდა ჩემგან ბოლოს და ბოლოს? კარგი რა არჩი. გისმენთ ბატონო ვახტანგ. ერთი კარგი ამბის სათქმელად დაგიბარე სოფიკო. ხომ იცი რომ შამშე პენსიაში გადის? დიახ. მის ადგილზე ედიშერს გადავიყვან. პასუხისგებელი მდივნის სადგილი შენ მინდა შემოგთავაზო. მე? ხო. ოჯახის პატრონი ხარ. ქალაქიდან გასვლაც აღარ დაგჭირდება. ხელფასიც გემატება 40 მანეთით. და რაც მთავარია, მთელი გაზეთი შენს ხელში იქნება. ყველაფერზე შენაგებ პასუხს. არ მესმის. ესე იგი თქვენ თვლით, რომ მე წერა აღარ შემიძლია. აბა რას ამბობ, ზოფიკო? წერილების განყოფილებისათვის შენზე უკეთეს ვის ვნახავ. მაგრამ დაფიქრდი. სახლშიაც მოელაპარაკე თქვენებს. ქალი ხარ მაინც. შვილებისთვისაც მეტი დრო გექნება. მერე რაც არ უნდა იყოს არჩილით სოდვა. არჩილი. როგორც ვატყობ უარი გითხოვს. მე მეგონა რომ მიხვდებოდი რაღაცას. რას უნდა მივხვდარიყავი? რას და
რომ მე ასეთი ცხოვრება აღარ შემიძლია. რა არ შეგიძლია? აღარ შემიძლია შენი გაუთავებელი ხეტიალი. ეს უასლო ფუსფუსი სხვის ცხოვრებაში ქექვა. ამდენი ხანია ერთად ვართ და შენ იმასაც ვერ მიხვდი, რომ მე მიყვარს ჩემი საქმე. რა გიყვარს რა? კმაყოფილი ხარ თუ არა თქვენი პროფესიით? რაზე ფიქრობ წილის წინ? ბედნიერი ხარ თუ არა? ნუ თუ ვერ მიხვდი, რომ ყველაფერი ეს სიყალბეა. რა არის სიყალბე? მე იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია. თქვენ ქმარი გყავთ? დიახ, ალბათ შვილებით. დიახ, ქალვაში. გიყვართ თქვენი საქმე? ძალიან. ბედნიერი ყოფილხართ. კარგი მაშინ. ვიყოთ ასე. შენ შენთვის, მე ჩემთვის. არჩი! სოფიკო შენ ხარ? ჩამოდი! ახლა ჩქარა! მოხდა რამე? სოფიკო. დედა ჩავდის. რავო? გესმის? დედა ბრუნდება. მართლა? არა, შენ არ გესმის. დედა ჩემოდის არჩი. მე კი არ ვიცი როგორია. როგორი ხმა აქვს. როგორი ხელები. მესმის როგორ არ მესმის? ნავქნა არჩი. დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. როგორ შევხვდე? დედა როგორ დაუძახო? არჩი. რა მოგივიდა დედა? ეკა. ბაბუა ჩემი სახლში იცი როგორი სუნი იდგა. ატმის შირის და პურის. და კიდევ რაღაც დაცველებული ხის. კიდევ ბოლის. საოცრად მომენატრა. ამ ბოლო დროს ეს სახლი. სახლის წინ რიყე იყო. კაცი შვილი არ შემდეირული. კაცი შვილი. შეიძლება ბატონო არჩი. ერთი წუთი დამაცადეთ. აქაც ყველაფერი ყელში ამომივიდა. რომ შეიძლებოდას წახვიდე სადღაც შორს, სადაც არავინ არ გიცნობს და ყველაფერი თავიდან დაიწყო. დიახ, გისმენთ? დიახ. ერთ საათში, დიახ. შენ დაუგარი ეკა. ბოდიში, ქალბატონის სოფიკოში იბრძანდება. არა ბატონო.
მოგიეთ, მე გარდაბანიდან ვარ და მობრძანდით და გმადლობთ. თქვენ ალბათ სკოლის ამბავი გაინტერესებთ. დიახ, მინდოდა გამეგო აღმასკომში რა უთხრეს. ის უსინდისო აშენებს და აშენებს. დრო გადის და აბა რა ვიცი ქალბატონო. მალე დაბრუნდება ქალბატონი სოფიკო, თუ იცით? თქვენ ნუღელავთ, ეს საქმე უსათუოდ გამოვა. ვითომ გამოვა? გამოვა. რასაკვირველია გამოვა. გამოვა. თუ კი ქალბატონი სოფიკო ყოველდღე იჯდება მოსაცდელში და იმცირებს თავს, იტირებს, იჩხუბებს. დამას შესწირავს ყველაფერს, ჯანმრთელობას, ნერვებს, სახლს, სიმყუდროებს, ყველაფერს. და მის ფასად თქვენი სკოლის ეზო ცოტათი გაიზრდება. გამოვა, რასაკვირველია გამოვა. არჩი. ბოდიში ქალბატონო. ჭამის დროს კითხვა არ შეიძლება. შენ ვინ გეკითხება? დედა უთხარი რა. გაჭერდით!
ხედა ვიღაც კაცია. მოგზავნით. თაგვები და ვირთხები მომრავთ. თქვენ სანებით სადგურიდან ბრძანდებით. დიახ. ვებრთვით და ხოცავთ. მობრძანდით ბატონო. დაბრძანდით. არა. ცივია. ცივია გნებავთ? მიყვარს ცივილოთი. ინებით. მადლობთ. სხვაში ხომ არ დაჟილგინებ? გულად ფიქრობთ, რომ ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული. არავინ მოგცემ თვითნებობის უფლებას. როგორ კაცო? სამართალი აღარ არის? კაც საძირკველი ამოუყვანია, მასალა მიუზიდნია. ავიღო დანა და ჩემი ხელით ხელი გამოჭრა. ეს არის კაცმოყარეობა. საწყალი. სკოლას ეზო წაართვა, საძირკველი ჩაყარა, ამდენი იწვალა და ჩვენ კი გასაკანს არ ვაძლევთ. ეს წმინდა წყლის დემაგოგია. იცით რას გირჩევთ? ჩვენ შინაურ საქმეებში ნუჩერები. რას ნიშნავს თქვენი შინაური საქმე? თუ მე მკვიდრობით გქონდათ ეს მიწა მიღებული და ეხლა გაასაჩუქრეთ. მე ჩემი ვთქვი და გავეთანხმე. კეთილი. მე ჩემსაც გეტყვით. ამ საქმეს ასე არ დამტოვებ, ეს იცოდეთ. არა, ქმარი არც მყავს და არც მინდა რომ მყავდეს. არც არასოდეს არ მინდოდა. რა ვიცი რაღაც. ბავშვი მინდოდა და მყავს. რა არის იცით? შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ალბათ არ დამეთანხმებით, მაგრამ ეს ყოველდღიურობა. 1000 წვრილმანი ოჯახში მამაკაცთან ურთიერთობაში მოუარე ურეცხე სადილი უმზადე აულაგე მერე კიდევ გეტყვის რას გევყარო და იყავი არა მე იცით მაშინ უნდა იყოს მამაკაცი, როცა მე მინდა. როცა არ მინდა, არ უნდა იყოს. სისტემატურად ვიღაცის ატანა ძალიან ძნელია. ყოველდღიურად უნდა იფიქრო იმაზე, რა უყვარს, რა მოსწონს. ყველაფერში ანგარიში უწიო. მე არ შემიძლია ესეთი ცხოვრება. ესე იგი თქვენ თვლით, რომ ოჯახი საჭირო არ არის. არა, ოჯახი არა. აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემთვის ოჯახი. და საერთოდ, სადაც კაცების გარეშე შეიძლება ჯობია სულ არ იყო. ეს არის რომ ბავშვებს ვერ გააჩენ უმაგათოდ, თორე
წინავს. ქვიან ოღონდ მუშაობდი და მე გოგისთან შერჩით. ვრეკე, მაგრამ ვერ დავრეკე. ჩვენ ტელეფონების ამბავი ხომ იცი. რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? ბიჭებთან საშემიძლია წასვლა? ასეთი ქმარი მოსაგლეჯი კბილივით უნდა მოიგლიჯოს. აბა არ უნდა მეთქვა. მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს და სოფიკომ არაფერი უნდა იცოდეს. რაო მამიდა, რას ლაპარაკობენ? რა ყურს უგდებ გენაცვალი, ხალხი რას არიტყვის? ვერ გავიგე, რატომ უნდა დადიოდეს მოტყუებული? წუთიერი გატაცების გამო ამდენი ხნის ოჯახი დაანგრიოს, ეს გინდა? ქეთო, წუთიერია ეს ცხოვრება. არ ღირს კაცმა ეს წუთი სიყალბეში და სიცრუეში გაატაროს. გაუვლის გენაცვალე, დარწმუნებული ვარ გაუვლის. ასე კი ყოფილან გადავარნილი, რომ ყველაფერი მოგვარებულა და ოჯახი ოჯახად დარჩენილა. თავმოყარეობა არა გაქვს შენ ქეთო. დაუნდობელი იყავი ყოველთვის და ასეთივე დარჩი. სიმართლეა დაუნდობელი ქეთო. ვის სჭირდება ასეთი სიმართლე, კაც თუ გულს მოუკლავს და წელს მოსწყვეტს? ჩემი გულის ღვასერება დიასაშა. კრა თავი გადასხვავდა და აღარცავად კითხულობს და აღარც კარგადა. არაფერი არ აინტერესებს. თუ ეს ბალღები ვერ აბრუნებენ, მე მაგისი დამბრუნებელი ვარ. დაბრუნება რას მიქვია? ჯანდაბამდე და დონამდე გზა ჰქონია. ძალი დაბმული სახში ძაღლიც არ მინდა. დაბრუნება. მე მაგისი დასჯა მინდა. უნდა მომეხმარო ძიასაშა. უნდა შუამდგომლობა აღმითრა, რომ პარტიიდან ჭიკლაყი უჭირონ და ხალხში გამოაჭენონ. მაშ აი ეს მინდა. აი ხალხში გამოჭენება მინდა. აი ეს ქალბატონი ჟურნალისტია და ხალხში გამოჭენება სწორედ მაგათი საქმეა. გამოჭენებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვეცდებით რომ დაგეხმაროთ. მითხარით გვარი, სახელი. რა გინდა ჩემგან ხალხო? ჩემი მიტოა ისეთი კაცია ამ სოფელში ერთი არ დადეს ეგეთი. არა ძიასაშა, ჰა? უთხარი ერთი ამასა უთხარი. შენ კიდე ეგრეული მოაშორე? არც გვარს გეტყვიდა, არც სახელსა. არ გეტყვიდა? გვარი და სახელი მომინდომა აქა. რა ვქნა ხალხო? რა ვქნა? რა დაუშავი, არ ვიცი. რა ვქნა? ყველაფერს უკეთებდი და მაინც წავიდა და რა ვქნა?
გამარჯობა ძია გიორგი. გამარჯობა გიორგი. ძია გიორგი რო დაპატიშა. მახსოვს. მაშინ უნივერსიტეტს ვამთავრეთ, ღმერთი ჭკუნა დრო გავიდა, მას შემდეგ გამარჯობათ. გასოს რამდენი ვიცინეთ, რაზე აღარც მახსოვს. ნახე ნინუც აქ არის. რა კარგია მინდია რა. გადასაი. რამდენი ხალხია. გახსოვს უნივერსიტეტის პირველ რომ წავაგე. მოედანზე რო გადმოვხდით საერთოდ რომ ეცი. იცი რა ვფიქრობ? მოდი მართლაც ახლა გამოვიყვანოთ მაგან. უდაუცდით ამ ფულის შეგროვებას. რა მოხდა? ყველა ასე აკეთებს. ვის ეს ხო და მე გადავიხდით. მე ამდენი სიარული მიხდება. ისწავლით არებას. ზოგჯერ შენ წავიყვან ხოლმე. მე ბავშვი წარმოგიდგენია რა ბედნიერები იქნებიან. ყოველ შაბათ-კვირა შეგვიძლია სადმე წავიდეთ. ზაფხულში შეიძლება მთელი საქართველო შემოვიაროთ. ვიცი. აბა რა გითხრა. ვიბარემ რას აპირებ. როდესაც ახლა ეს ლაპარაკია სოფიკო. მაშროდის არის დრო. დღისით, როცა ჩვენ ორივე სამუშაოზე ვართ, თუ ღამე. როცა შენი სიაიღე თავზე ხელი რომ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მე ასე ცხოვრება არ შემიძლია. მიშველეთ ქალბატონო სოფიკო. ერთი კაცი ვარ და სადარდელიც ერთი მაქვს. ერთი რატომ ავარ? ყველა მამშვიდებს მეუბნება ჩვენც რა თითო არა ვართო. ეგრე როგორ ქალბატონო სოფიკო? ამდენი ხალხი ამ ქვეყანაზე და არც ერთი მე არა ვარ. არა? აი ორი რო ვიყო. ერთი რომ ზეცას ავხედავდი. მეორე მიწა ჩავაშტერდებოდი. ავხედავდი. ჩავაშტერდი. ერთი თუ ვიცეკვებდი. მეორე ვიმღერებდი. ერთი თუ მოვკვდებოდი, მეორე დავრჩებოდი. მიშურეთ ქალბატონო სოფიკო, ჩემი თავი მაპოვნინეთ. მაპატიეთ. მე გაზეთიდან ვარ. თქვენ გწერდით მივხვდი. ძალიან წუხვა რომ შეგაწუხე. რას ბრძანებთ, რა შეწუხება? მადლობთ, მე არაფერი არ მჭირდება. კი, მაგრამ ქალბატონო, ხომ გითხარით რომ მე არაფერი არ მჭირდება? დამანებეთ თავი.
ყველამ თავი დამანებეთ. დამანებეთ თავი. მარტო მინდა ყოფნა. მარტო დამანებეთ თავი. ეს ბავშვებმა გამოგიგზავნეს ქალბატონო სოფიო. მათი დარგული და მოვლილია. გუშინ დიდი დღე გქონდა. მავთულები მოხსენით. ბავშვები შეესწიენ და 5 წუთში გადახობილის კვალიც არ სადგა. ის უსინდისო თავის სახლის აივანზე იდგა და უკაცრავად პასუხია თქვენი დედა ასე და ისე. ძალიან კი შეგაწუხეთ ალბათ. ასეთი რამდენი საქმე გაქვთ კიდე გასაკეთებელი. თქვენი მეუღლე როგორ წუხს თქვენზე. მართალი გითხრათ პირველად რომ დაგინახეთ, შემეშინდა. ეს ქალი იმ დევს როგორ მოერევა მეთქი. მერე კი მივხვდი. თქვენი თაობა მაინც სულ სხვა. შიში არ გამოგივლიანთ. თუ შეიძლება ერთ მოსავლიო. კი გენაცვალე. გამომხდ. მოიცადე. აი კიდე. კიდე. დაი კიდე. მოიცადე. გამომხდ. Gotcha. გაიხდი?
ჩაის მოგიტან. შენ გელოდებოდი.
შენ ეს დიდი ხანია გადაწყვეტე. მე არაფერი არ გადამიწყვეტე. ჩვენზე ნოიდარდება არჩილ. ბავშვები უკვე დიდები არიან. გაგვიგებენ. ბავშვები. არ გეგონეს რომ დაემესხნანო. პირიქით. რომ შეიძლებოდეს ყველაფერს თავიდან დავიწყებდი. წაღლიბოვე? ეს ოშკედრას გიორგი მიპოვა. ვინ არიან გიორგი? წაღლი თქვენ დაგარგეთ ბავშვები. წადი გიორგი გამოუყვანი. წადი. ვიპოვეთ ეკა. ხომ გავნებოდი ვიპოვით მეთქი. გაჩუნდი ეკა. მუტირი ეკა აუცილებლად ვიპოვე. არა სანდრო გზნობრო ვეღარ ვიპოვე. რა მოვიდა? სად წავიდა? რატო უნდა წასულიყო? უსათოდ ვიპოვით ეკა. ნამდვილად ვიპოვით. მთელ ქვეყანას გადავადრილობდა ვიპოვე. არ ვიცი რა დაუშავე. ბალღებიც ეგრე დამიტოვა. კრა თავი და გადასხვა რაღაცა ჩურჩული. არ ყო პედაგოგები ვერაფერს გაუხდები. უნდა მოგვეხმარო. ტელევიზია მაინც ოჯახს აუცილებლად. ოჯახი აბსოლუტურად. თავი დამანებელია. ხმის დამცები.